სკანდალი RMG ჯგუფის გარშემო გარემოსაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ საწარმო ქიმიური ნივთიერებები დაბინძურებულ წყალს პირდაპირ უშვებდა მდინარეში. მდინარე მაშავერაზე თევზების დახოცვის ფაქტი დაფიქსირდა. უწყების ცნობით, წყლის ობიექტში დამაბინძურებულ ნივთიერებათა განსაზღვრის მიზნით მდინარე მაშავერაზე და მდინარე კაზრეთულაზე გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები დეპარტამენტის სპეციალისტებთან ერთად სინჯების აღებას ახორციელებენ. როგორც სამინისტროში ამბობენ, წყლის დაბინძურება სწორედ RMG კომპანიის კუთვნილი საწარმოდან მოხდა. მდგომარეობა მივიდა, რომ იქამდე რომ გამოიქცა ეს შხამი და მოიწალა მდინარე. ამით ირწყვება ვენახები, ბაღები და მერე იმას ყველა ჩვენთაგანი მივირთმეთ. ჩვენ ვარაუდობდით, რომ ამის მაღალი რისკი არსებობდა, სამწუხაროდ მოხდა ის, რასაც ველოდით, რომ მოხდებოდა. ავარიის ლიკვიდაცია მოხერხდა, ერთ-ერთი საკვალთიდან არის გასული წყალი, ანუ ღამე, მთელი ღამე იღვრებოდა, ეხლა გააკეთებენ ჩაზრომობას, ასე ვთქვათ, რა რაოდენობის წყალი გავიდა. დადასტურდა, რომ ეს ფაქტი გამოწვეულია RMG კოპერის კუთვნილი გამამდიდრებელი საწარმოდან ავარიული ჩაშვების შედეგად. იქ მოხდა დათვალიერება ტერიტორიაზე და ასევე გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლების მიერ შესაბამისი სინჯები იქნა აღებული, რომ დადგინდეს დამაბინძურებულ ნივთიერებათა ფაქტობრივი კონცენტრაცია. არა ძალიან კარგად კულტურად შეხვდნენ და უთხარი დაანახეთ მე ყველაფერს გავაკეთებთ ეს ჩვენია და ჩვენ ყველაფერს წესიერად გავაკეთებთ მაგთავრობის იმედით ჩამოვიდა რომ მართლაც წმინდანად მუშაობენ და ჩემი სიწმინდა დავამტკიცებ ჩემ ერშიო ველაპარაკე ემზარი რომ შემოვიდა საქართველოში ერთი-ორი სიტყვა მოვასწარით ძალიან კარგი ხასიათზეა ბედნიერია ხუმრობის ხასიათზეა თავარია მისთვის რომ საქართველოს მიწაზე დადგა ფეხი და დანარჩენი ჩვენ იმედი გვაქვს ყველა სამართლიანობის თავარი ყოჩემთვის ჩამოსვლა მის საქართველოში. ახლა დააკავებდნენ თუ არანაირად იქნებოდა მნიშვნელობა ქონდა. ციგნიდან გამოყვანილი და პირდაპირ წაყვანილი და დარეკათით რომ ჩემს მას დაურეკა და თავის ოჯახობას დაურეკა რომ მე მივდივარო და ძალიან დიდი მადლობა ყველასო. საზღვრის დაცვის პოლიციას მიმართე არ შემიშვეს არა და აუცილებელია მე დაკავების ოქმი მქონდეს იმისათვის რომ ეს იყოს საფუძველი მტკიცებულება იმის რომ ის ჩამოვიდა საქართველოში, რათა სასამართლოში გავასაჩირო მე აკვეთის ღონისძიება, რაც შერჩეულია მის მიმართ. ამ დროს დაკავების ოქმის ასლის გადმოუცემლობა იწვევს მის მყისვე გათავისუფლებას წესით. რახან არ გადმომცეს, ყოველ შემთხვევაში არ ვიცი კვისიას გადასცეს თუ არა.